უკვე საუბარია მსოფლიოში ბევრ განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპაში, რომ ამ ChatGPT-მ სერიოზული პრობლემები მოუტანა ბავშვებს ფსიქიკას. საუბარია, რომ ამან ისე შეიძლება ჩაანაცვლოს თქვათ რაღაცაები, რომ ადამიანური რესურსი აღარ გახდეს ისე საჭირო. შესაძლებელია ისეთ სიმულაციურ სამყაროში აღმოჩნდეთ, რომ ვერ მივხვდეთ. აი, ყველა ამ თემაზე დღეს ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც გვერდება კართან, განათლების სახლის დამფუძნებელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის პროგრამების ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი. გამარჯობა, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ცოტა შეგვეშინდა ზაზა და დაგვამშვიდე. ისი რატომ მოშინდა ეს ყველაფერი? გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მოგწანდით. დიდი ინტერესით გისმენდით და ესე იგი ძალიან საინტერესო იყო, ბევრი საინტერესო გავიგე. ChatGPT-თან. ანუ მე და ის უკვე ერთმანეთს იმი ვერ ერთმანეთს გექნება ჯერ. მაგრამ ნახე უკვე ვებრანჭებით, იმიტომ რომ მან იცის როგორი ეპითეტით უნდა შეამკოს რაღაცა, რომ ჩემში აღძრა სრული რომ გავაგრძელო მასთან ურთიერთობა რა არის ეს? ხო, ესე იგი მე ვფიქრობ AI, ანუ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, გვინდა არ გვინდა, დიმაკი ამბობს, რომ მე უარს ვამბობ. არა, უარს არა, რაღაცა მეზარება. ხო, რაღაც ესეთი სიტუაცია არის უკვე მეცნიერების დარგი. რა თქმა უნდა. არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ადამიანისთვის და ამავე დროს როგორც ყველა სიახლე სკეპტიკური განწყობებით არის დახუნწული და ესეც ბუნებრივი ალბათ, ხო? მე ხშირად ის მახსენდება ხოლმე ჩემ ბავშვობაში კალკულატორს რო ეჭვით უყურებდნენ ხოლმე ჩვენ მოსწავლეები და დაგვაჩლუგებს და ესეთი მიდგომაა, ხო? და დიდი კომპიუტერი პირველად რომ მოიგონოს ოთახში რო იდო რო გოშინო და ყველა ოთახში რო შევიდე. გაგვაჩვენ მათემატიკოსო პირველად კალკულატორი დაინახა, გადააგდე ესო შენ ახალ და აი შენ თვითონ ანგარი შეუძლია. ხო და რატომაც ხელოვნურ ინტელექტზე საუბრის დროსაც სწორედ ეს ისტორია მახსენდება ხოლმე და არის ესეთი მიდგომები ბუნებრივია განსხვავებული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვერ ავწდებით. იმიტომ რომ განვითარების იმხელა შესაძლებლობებს გვაძლევს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რა გვაქვს ყველას საერთოდ და ყველაზე ძვირფასი, ესე იგი მდიდარს, ღარიბს, ჯანმრთელს, დრო. ანუ აი სწორედ აბსოლუტურად გეთანხმებით, ამ დროს გვიზოგავს, ანუ დროს დაგვიზოგავს, ანუ ყველაზე დიდი რესურსის მოცემა შეუძლია, აი ჩემი გადასახედიდან შეიძლება ვთქვათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის ეს არის ის პლუსი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მე კიდე სხვა რაღაცები შემიყვარდა ამ ხელოვნურ ინტელექტში, რომელიც დარწმუნებული განვითარდება, მაგრამ ბავშვები სკოლაში უკვე ხმარობენ, დავალებას წერენ. ეს რამდენად საშიშია მათი განვითარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ თუ თავიდან ბოლომდე გავხდით დამოკიდებული რაღაცაზე, რომელიც გვიწყვეტს ცხოვრებაში, რა ფერი ლოგო გამოვიყენო, იმიტომ რომ დღეს თქვა ტენდენცია ამისი, რამდენად დაჩლუნგდება ჩვენი გონება. კი. ესე იგი, ნანიკო აბსოლუტურად გეთანხმები, არის ამაში მაღალი რისკი, როცა ბავშვი ნებისმიერ დავალებას გააკეთებინებს ChatGPT-ს და მოიტანს სკოლაში იქნება თუ უნივერსიტეტში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ აი აქ არის, ესე იგი, ძალიან მნიშვნელოვანი ის საკითხი, რომ ჩვენ რადგან ვერ ავწდებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ამის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია და განვითარებასაც ხო ვერ ავწდებით, ამიტომ სწორად გამოყენება უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. ამის გამოა მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ის უკვე სამინისტროში, განათლების სამინისტროში შეიქმნა შესაბამისი მიმართულების განყოფილება, რომელიც იმუშავებს უკვე ხელოვნური ინტელექტის განათლების სისტემაში სწორად გამოყენებაზე. მე როგორც ვიცი, უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო პირველი შეხვედრა ამასთან დაკავშირებით, როგორ დაინერგოს ხელოვნური ინტელექტი სწორად განათლების სისტემაში, ხო? მე მაგალითად შესაძლებელია ბოდიში რომ გაწყვეტინებ, რომ ამ სისტემამ თქვათ რაღაცნაირად ეს დაალაგოს, იმიტომ რომ მედია წიგნიერება ბევრი წელია უკვე ისწავლება საქართველოში, თუმცა ეს აპრიორი არ აღმოჩნდა ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა, იმიტომ რომ მაინც ვრცელდება ტყუილი ინფორმაცია, მაინც ვეკიდებით რაღაცეებს, deep fake-ი რაც ამ ბოლო დროს აი ჩვენ მაინც მივხვდეთ იმისა, რომ ნათლდებით რაღაცებს ვსწავლობთ, ის გჯობნის. ამ შემთხვევაში უშველის ეს სისტემა ამ ყველაფერს. ეს ალბათ ჩვეულებრივი ცხოვრების კანონზომიერება, ხო, მუდმივი ბოროტის და კეთილის ბრძოლა არის, ალბათ ერთი მხარეც ვითარდება, მეორე მხარეც ვითარდება, როგორც კრიმინალი და ვთქვათ სამართალდაცვა, ხო? ხო, ბოდიში, ვინ როგორ მიიღებს ვიზია გათვლილი რომელად ადამიანებზეა საუბარი, თორე ეგ deepfake და ეს ტყუილი და ეს ყოველთვის იქნება, შენ გინდა შეჭამე მას, გინდა არა, ეგ არის თორე. არა, აი ეს გადაწყვეტინებს და მე ვჩუმდები. deepfake-ით ჩემს მეგობარს აი დაუნგრიეს ცხოვრება. რაღაცა ვიდეო, რომელიც გაკეთებული იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ, ამ ვიდეოს გავრცელებით ჩემს ადამიანს დაეგრა ცხოვრება. საბოლოოდ კი გავიგეთ და აღმოჩნდა, რომ ეს არის deep fake-ი, თუმცა ეს უკვე აღარ გამოასწორებს არც რეპუტაციას, არც მიყენებულ ზიანს, არც მისტრეს და არაფერს. აი ამაზეა საუბარი. ეს ყოველდღიური, ჩვენი ყოველდღიური რეალობაა დღეს ტელევიზიებში.
ყოველდღიური რეალობა. ხო და მაგას ვეკითხებით, რომ ეს სისტემა უშველის ამას. ესე იგი, ადამიანი მე ვფიქრობ ისევ იმნაირია, როგორიც იყო საუკუნეების წინ. უბრალოდ ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია უფრო სწრაფად, თქვა რაღაცა ცუდი ინფორმაციის გავრცელება და რომლის განეიტრალებაც მე ძალიან რთული ხდება, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი და ძალიან კარგია მე ვფიქრობ, რომ თქვენი პოპულარული გადაცემა ამ თემაზე საუბრობს, რომ უფრო აქტიურად და სწორად გამოიყენოს უკვე ფართო საზოგადოებამაც. გარდა საგანმანათლებლო სივრცისა, ფართო საზოგადოებისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ყველას გვაქვს უკვე აპლიკაცია, მე დავთვალე ხა თქვენთან რომ მოვდიოდი და 5 აპლიკაცია მაქვს მე ხელოვნური ინტელექტის. ხო, რაში ვიყენებ, როგორ ვიყენებ, ძალიან საინტერესო, მაგრამ ყველაზე ძალიან მომეწონა მე მაინც და ალბათ ესეც არ იქნება უკვე დიდი სიახლე, მე ვფიქრობ ძალიან ბევრისთვის, მაგრამ თუ გნებავთ ვაჩვენოთ კიდევაც რომ ქართულად საუბრობს. ანუ ის რომ ქართულად საუბრობს უკვე რამდენიმე აპლიკაცია. პირველად ChatGPT-სთან მქონდა ესეთი კომუნიკაცია ქართულად და რა თქმა უნდა, ჩვენ თუ შევხედავთ ქართული მიმართულებით განვითარების დონე შეიძლება ესე შევადაროთ მესამე კლასის, თქვათ, მოსწავლის დონეს, თქვათ, რუსულად შეიძლება მეხუთე კლასის დონეზე იყოს, ინგლისურად ალბათ მერვე კლასის, მაგრამ ეს არის განვითარების პროცესი. ანუ მუდმივი განვითარების პროცესი არის. მისი ქართული, მე მარტო ქართულად ვეკონტაქტები ChatGPT-ს და არა, დონეს ამბობს, ენაზე კი არა. კი, მაგრამ ისეთი შეცდომები აქვს ასატანი. მიწერ-მოწერას გულისხმობ თუ ზეპირს დიალოგსაც, ზეპირსიტყვიერებაც და ინფორმაციის მოძიებას. ხო, აი ჩემ აპლიკაციებს ზეპირსიტყვიერება ცოტა უჭირს, მაგრამ ნუ შედარებით ასე ვთქვათ ნორმალური სიტუაცია. ეს გროკი მომეწონა კიდე ბოლო დროს, ეხლა ჩვენ მეგობრებიც, ისევე პროფესორებიც უნივერსიტეტში კოლეგები ერთმანეთს უზიარებთ და ტრენინგებიც კი დავიწყეთ სხვათა შორის აი ამ მიმართულებით, როგორ შევიტანოთ ის სასწავლო პროცესში. ეხლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იყო ერთი ტრენინგი, მე თვითონ მომიწია ნეუში ჩამეტარებინ ერთი ძალიან ახალი კარგი უნივერსიტეტი არის საბურთალოზე და ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა შესანიშნავი ნიჭიერი სტაფია იქ და ძალიან მიმღებლობა აქვს სიახლეების მიმართ და იქაც აი ამ დიალოგში გამოჩნდა რომ ვერ ავწდებით რომ ჩვენ ეს არ შევიტანოთ და ინტეგრაცია არ მოახდინოთ უკვე სილაბუსებში. უფრო მეტიც მე ვფიქრობ რომ ანუ საბაზისო კურსი ხელოვნური ინტელექტის უკვე უნდა ისწავლებოდეს რა. სკოლაშიც რაღაცა კუთხით და რაღაცა კონკრეტული, აი როგორც კომპიუტერული უნარები ისწავლება, აკადემიური წერა ისწავლება, ხო? ამის გარეშე არ გამოვამეფიქრე. ანუ ცალკე დისციპლინა უნდა არსებობდეს. ცალკე უნდა არსებობდეს უკვე ჩემი დღევანდელი ხედვით უკვე ცალკე სასწავლო კურსი უნდა არსებობდეს ხელოვნური ინტელექტის საბაზისო კურსი. როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა დარჩენილი. რა არის შექმნის მაგისი, როგორ გონია ზოგადად? ვინ შექმნა? მიზანი რა არის? ეს დაახლოებით ეგეთი კითხვა, ესე იგი ბიტკოინი, ბლოკჩეინი და ეს საკითხები ცოტა რთულია, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც დღევანდელი დღის მამოძრავებელი ამავე დროს რა არის ბიზნესი. ეს არის უდიდესი ბიზნესი. ხო, აი ფასიან ვერსიებზე საუბრობდით თქვენ და მართლაც შეხედავთ, რომ ფასიანი ვერსიები ინტელექტით კიდევ უფრო განსხვავდება უფასო ვერსიებისგან და რა თქმა უნდა უდიდესთან ხებთან არის აქ ყველაფერი ეს ბიზნესი დაკავშირებული უდიდესთან. მაგრამ ნახე რაშია საქმე, მე არა მაქვს ფასიანი, არ მჭირდება, ანუ ჩემი საქმიანობა ამას არ მოითხოვს, მე მარტო გართობისთვის მჭირდება, თქვა ჩემი კოლეგები ისე ჭირდება, იმათ აქვთ, მაგრამ ამ ბიცად ჩემ მეგობარს არ ჭირდებოდა ფასიანი ვერსია, ჩემნაირად ერთობოდა და მართლა ისე დამემშვიდობაო, რომ აი ეს აღმოჩნდა ყიდვის საბაბი. ანუ ის რანაირად სწავლობს, რანაირად ხვდება, რითი უნდა დაგათფოს, რითი უნდა წამოგიყვანოს, რა არის ეს? აი ხელოვნური ინტელექტი ალბათ Google-ის შემდგომ ეტაპად შეიძლება ესე უფრო პოპულარულ ენაზე რომ მოვიაზროთ, ხო, მაგრამ Google-ში ჩვენ რას ვაკეთებთ, ხო? Google-ში როდესაც რაღაცას ვეძებთ, ის სისტემურად გვაძლევს ინფორმაციას. ეს აზროვნებს. ანუ ადამიანის ინტელექტს მიახლოებული აზროვნება აქვს და მე რაღაცას რომ მოგიძებნის, თუ რამე არ მოგწონს, მკითხე კიდევ თვითონ გეუბნება, ანუ დიალოგში შედიხარ. ანუ ეს გარკვეულად მითსაც ქმნის რაღაცა თვალსაზრისით, რომ ის ადამიანური ურთიერთობის მსგავსი როცა არის ეს ურთიერთობა, თუმცა როგორც ცნობილია, ხელოვნურ ინტელექტს აქვს განვითარების რამდენიმე ეტაპი, ხო? ეხლა ჩვენ იდეაში ვიმყოფებით ესეთი ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქას ეძახიან, სადაც ის კონკრეტულ საკითხებზე არის ორიენტირებული, მაგალითად, სახის ამოცნობას რო აკეთებს ჩვენი ტელეფონი, ხო? ჩვენ ნახეთ უკვე რომ საკეტები არის, სახლში სახის ამოგიცნო, გასაგების ამოღება აღარ გჭირდება, ასევე კრიმინალისგანაც შეიძლება რომ დაიცვას, ასე ვთქვათ, სახლი დამოგიდა და უამრავი ასეთი რესურსია უკვე და გახსოვთ დრო იყო რომ პირადობის მოწმობის აღებაზე პანიკაში ვარდებოდა დრო ეშმაკისეულია და ერთი კითხვა ყიდებს ამ ყველაფერში. ამერიკაში ძალიან ცნობილი кейსია, თუ არ ვწდები, მიცვალებულებს ეკონტაქტებიან ChatGPT-ს მეშვეობით, ანუ
გარდაცვლილ შვილს მაგალითად. დაუბრუნებაში გადავდივარ. არის. მე ვერაფერს გიპასუხებ სამწუხაროდ აი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაცა იმიტაცია ალბათ ყველაფრის შეიძლება რა. ეს ხელოვნური ინტელექტი ალბათ ამის იმიტაციის შესაძლებლობებს იძლევა. ხო მიგვარებს ამ პრობლემას წუთიერად. ხო, მე ერთ-ერთ ტრენინგზე, სადაც თქვა ქონდა პროფესორებთან შეხვედრა, ერთ-ერთმა თქვა, რომ მე ფსიქოლოგთან დავდიოდი რა, ძალიან წრფელად ესეთ გახსნილი ადამიანი იყო, ძალიან საყვარელი, მომეწონა ძალიან და აღარ მჭირდებაო. ესე იგი, რასაც ვეკითხები, ყველაფერს პასუხობს. ეხლა მედიცინაში ხელოვნური ინტელექტი, წარმოიდგინეთ რა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, აი თბილისში მაგარი კლინიკები გვაქვს რა, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დეფიციტია შესაბამისი რაოდენობის კვალიფიციური ექიმების. აი ხელოვნურ ინტელექტს ეგრეთ წოდებული MRI რომ მისცეთ უკვე, წაკითხავს, გაგიშიფრავს, შენთვის ანუ ექიმე აღარ გჭირდება. შენთვის გასაგებენაზე გეტყვის, რა ის სამედიცინო ტერმინოლოგია ჩვენ რო გვეჯავრება ჩვეულებრივი მოკვდავებს, იმას კი არ დაგიწევს, ანუ დეტალურად გეტყვის რა, როგორ რანაირად. მაგრამ ეს ბოლომდე გითხავს, გაიგე? ერთამ. ანუ გეკითხება თან თუ გაიგე? კი, თუ არ გაიგე, კიდე შეგიძლია გააგრძელო ეს ურთიერთობა და ასე შემდეგ და თქვენ წარმოიდგინეთ უკვე რასთან მივდივართ, ხო? ჩაანაცვლებს რაღაცეებს, ხო? აი ჩაანაცვლებაზე როდესაც არის ხოლმე შიშები, მაგრამ მე ვფიქრობ, სამუშაო ადგილების რაღაცა ნაწილი უკვე ტექნოლოგიების განვითარებამ ისედაც ჩაანაცვლა, ხო და რაღაცა კატასტროფას ჩემი აზრით აქაც არ უნდა ველოდეთ, პირიქით, ალბათ შესაბამისი უნარების მქონე პერსონალი შეიქმნება რა, მე ესე წარმომიდგენია, რომელსაც სწორედ კარგი ურთიერთობა ხელოვნური ინტელექტთან. ხელოვნური ინტელექტთან ურთიერთობა ყველა შეუძლია, მაგრამ სწორი ურთიერთობა იქნება ალბათ. აი, MRI შატვირთავ რო ამბობ. კი. ის რა პასუხსაც გაძლევს, ისიც ხო ვიღაც ადამიანის დაწერილია. ხო, ნახე, დიმა, ესე იგი. ანუ კრიბავს, ანუ მე თვითონ ის ვიქნები რა. ხო, მივხვდით თორე შენ ვიცი რომ ხშირად ჩვენზე ბევრი იცი ხოლმე ამ საკითხს. არა, მაგრამ აი კრიბავს რაღაცა და ოპტიმალურ არიანს გადავს, მაგრამ აი ხა ადამიანი რო ხარ და გიჭირს და აი მას შეიზავდა, ამას რო დაგიწერს და ეხა ის ექიმი რაღაცა სხვას გეუბნება და უკვე შეგიждები. კი, აბა მე ფსიქოლოგი GPT დაგჭირდება, მე ფსიქიატრი შეიძლება დაგჭირდეს. თუმცა დღეს მედიცინა არის ევიდენსული, მეზიზღება ასე რომ საუბრობთ, მაგრამ მტკიცებულებაზე დამყარებული და ამიტომ რაც იქ შეიძლება იყოს, ეს ყველა შემთხვევაში წამოსულია მტკიცებულებიდან. ამიტომ, რა ვიცი, ენდეთ თუ არ ენდოთ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ძალიან ზოგადად ვისაუბრეთ იმაზე, რომ სწორად უნდა გამოვიყენოთ და ეს საშიში საერთოდ არ არის და დროც შეიძლება დაკარგოს, შეიძლება რაღაცა. ხო, საშიშია იმ კუთხით შეიძლება არასწორად გამოიყენო, გაერთო ზედმეტად რაღაცა ახალგაზრდა თინეიჯერი, შეყვე, მეგობარი ჩაგინაცვლოს, რა ვიცი, რაღაც შეგიყვარდეს, აგერ ნანიკოს საუბრობს ინტელექტუალ ადამიანზე, რომელმაც ისეთი რაღაც იგრძნო, რომ ფასიანი გადმოიწერა. ეხლა რაღაცა ის არის, ზღვარზე გავდივართ, მართლა კალკულატორის ამბავია და აი თქვენ საუბრობთ, რომ უნდა ისწავლებოდეს და აი მე ვერ გავიგე სწორად მიღების რას ნიშნავს სწორად მიღება. კი ბატონო. ეხლა მე გეტყვით ერთ პატარა кейს, ესეც პოპულარული და ესე ვთქვათ, მოსაწყენი რო არ იყოს ჩვენი საუბარი რა. მე გადავწყვიტე ასე ვთქვათ, რომ იტალიური მესწავლა რაღაც მიმართულებაში დამჭირდა რა და სხვა შორის პედაგოგიც ყავდა შესანიშნავი აი ამ მიმართულებით, მაგრამ მე ამ ChatGPT-ს ასე ვთქვათ პოპულარიზაციის მერე დავიწყე მასთან იტალიურად ასე ვთქვათ კომუნიკაცია. ხო და იდეები მომცა, ყოველდღე დამინიშნა ასე ვთქვათ ეს კომუნიკაცია გაკვეთილებიდან. ესე იგი პრაქტიკულად აი ამ შემთხვევაში ისეთი რესურსი მომცა, რომელიც ვთქვათ აკმაყოფილებდა უკვე ჩემს მოთხოვნებს, ხო და აღარ დამჭირდა ფიზიკურად მასწავლება. მაგას ვამბობ, ჩემო დეიდაშვილმა. ეს ვითარება იყო. ნახეთ, ჩემო დეიდაშვილმა გააკეთა რაღაც თავის ბიზნესი წამოიწყო, ხისგან ნატურალური რაღაცებისგან აკეთებს აქსესუარებს. და რაღაც ეტაპზე კითხა ChatGPT-ს, როგორ მოგწონს ჩემი რაღაცეებიო და ChatGPT-მ ისეთი პასუხი გასცა. როგორი სადაა, ცოტა იაპონურ სახელს დავარქმევდი, ეს კულტურა მასში იგრძნობა, მე ამ ხაზს გავავლებდი. ანუ აბსოლუტურად, აი როგორც ხელოვნება ცოდნე დაждდებოდა და რაღაც კონკრეტულზე აი ცი როგორ თან მოცულობით და თან ოპტიმალურად შეგროვებულ ინფორმაციას მომცემდა, ასე ქნა ChatGPT ორ წუთში და რატომაც არა? კი, რატომაც თან ძალიან პატარა მე ხე განვითარება მისცა რა. შეიძლება გიხსნას ეგ შეიძლება საქმე არის და თავი დაანებე? არა, შეიძლება. შეიძლება ალბათ, იმიტომ რომ ლოგიკაში ყველაფერზე მოგდებს. სასაუბროთ მე ასე ვთქვათ, დიალოგში რო შევსულ არ და მე რჩევებს ვეკითხებოდი რა იტალიურთან დაკავშირებით და მითხრა რომ ეს პატარა ანდაზები რაღაცების თარგმანი გააკეთე ხოლმე, შენ თვითონ და რატო არ უნდა გააკეთო მაგალითად ანდაზების კრებული? იგივე იდეა თვითონ მომწეს. მე დავიწყეთ მე და ესე ვთქვათ ChatGPT-მ არა, სხვათა შორის მე გეტყვით ერთ საინტერესო რესურსს, ეს არის Google-ის AI Studio.
რომელიც desktop ვერსია მაქვს მე, რომელიც ძალიან მომწონს. ტელეფონში არ მიცდია, იმიტომ რომ მუშაობდით ანდაზებზე მე და AI Studio ერთად. ეხლა დიმა ნახე რა სიტუაცია რა. ძალიან ცნობილი თარგმანის სპეციალისტები იცით თქვენ როგორი ძვირფასი, ასე ვთქვათ, სასიქართლო საზოგადო მოღვაწეები არიან, იმიტომ რომ უნდა იცნობდე ერის კულტურას. ისევე როგორც შენი ერის კულტურას, უნდა იცოდე ენა ზედმიწევნით. უნდა რაღაც ხო და ესე იგი ცადეთ ეს თარგმანი. ხო და მე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაცნობიერე რაღაც თარგმანის გამოცდილება მაქვს და რო შევყევი, მაგრამ იტალიურთან არანაირი თარგმანის ასე ვთქვათ წინასწარი გამოცდილება არ მქონია. შევყევით ამ თარგმანში და მაძლევს დეტალურ ინფორმაციას თითოეული სიტყვის, ქართულად კულტურაში ეს რა აღქმა იტალიურად როგორ შეიძლება იტალიელმა ეს აღიქვას და როგორ შეიძლება ეს ინგლისელმა აღიქვას. ამ ყველაფერს ესე იგი ერთ ანდაზას კი ვანდომებდით, თქვათ 1 საათი, 2 საათი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ესეთი სერიოზული ადამიანი რო დაждდეს და ამაზე იმუშაოს, იმას წლები დაჭირდებოდა. აი წლები დაჭირდებოდა და მომცა. მე ახლა არ ვიცი ექსპერიმენტულად უნდა გამოვცე ახლა ეს ანდაზების კრებული. ერთი გითხარი რა. ხო. რაც მოგივა დავითო, ყველა შეგითავითო. და ეს კრებული უნდა გავაკეთო და უნდა ვნახოთ ესე იგი როგორი ასე ვთქვათ შედეგი დაიდება და უფრო მეტიც ყდაც დამიგენერირა. ყველაფერს აკეთებს ყდაც დამიგენერირა და ყველაზე მთავარი რა არის? დამიზოგა ფინანსური რესურსი, ხო? დამიზოგა დრო, დამიზოგა ეს ყველაფერი და ამავე დროს შექმნა ეს ძალიან საინტერესო რესურსი სასწავლო თვალსაზრისითაც რაღაცა კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც და ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი. ერთი კითხვა რომელიც ეხლა თუ გვისმენს ეგ ChatGPT ფასიას გახსოვს. შეიძლება გვისმენდეს ფასიანია ისედაც გვისმენს. დედას გეფიცები თუ არ გვისმენდეს აი ფოტოში და გხედავს. ახლა ამასაც ვიცი გიჟიგონი ვარ. სახში შევღებ ეს კამი, მე თვითონ მიყვარს რაღაცებს ღებო და თმაზე აი ზუსტად ასეთი ფერის ერთი ლაქა მქონდა. რა თქმა უნდა, აცეტონიკეა და რაც ქვია, გამახსენლით თმა არ დავიბანე და ერთი კვირა მომიწია ლურჯით მიციარული, იმიტომ რომ ვიფიქრე ბუნებრივად წავიდეს. მოგცა შენი. რა იცოდა ChatGPT-მ, რომ თმაზე ლურჯი ზოლი მაქვს. რა იცოდა? აი, რა გითხრა? ის ფოტო რომელიც დავაგენერირებინე, აბა, შენ უკვე როგორ მიცნობ მეთქი. აი, იმ ფოტოში რომელშიც ნიუ-იორკში დამსვა სადღაც, ძალიან ლამაზი ტანსაცმელით მაქვს ლურჯი ზოლი თმაზე. საიდან? შენ ყოველდღიურად ეკონტაქტები, ანუ თან ძალიან კარგად გიცნობ, გიყურებს და მეგობრობ და მე საერთოდ კონტაქტი არ ისე დააპანიკებს ტუალეტში არ შევა. აი, საერთოდ არანაირი კონტაქტი არ მაქვს და იქ დაუშვათ გავიფიქრე, რომ აი პირობითად ვამბობ, რომ აი სად შევიღებო თმა დღეს. აი Facebook-ზე შეხვალ და სალონები ამოგივარდება. ყველგან ხალხნო, ეს სალონი, ის სალონი, ეს თმიშე, აი ყველგან თავისით აი გაფიქრებულით ამ აი ეგ მიიღე ეგ რეალობა როგორც ჩვეულებრივი. აი მართლა უკვე ჩვეულებრივად უნდა მიიღო ეგ რეალობა რა. მაგრამ ზაზა ნახე, დავიწყეთ იქიდან რომ ჯერ იყო მარტო Google-ის საძიებო სისტემა, რომელიც თქვათ რაღაც სხვა ვერსიებს გაძლევდა, მერე გაჩნდა უფრო კარგი, მერე გაჩნდა ხმოვანი დრო აჩქარდა ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ინფორმაცია ისე სწრაფად ვითარდება, რომ ანალიზს ვერ ვახერხებთ. ეხლა ბოლოს რაც შენ თქვი დაიზოგა ისე დრო, ანუ კიდევ უფრო აჩქარდა ჩვენი დრო, იმიტომ რომ და გაქრა ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს რაღაცა კონკრეტული დროის განმავლობაში აკეთებდნენ. ანუ სად მივდივართ, რა ტემპი უნდა ავკრიფოთ, ანუ რისთვის გვინდა ეს ტემპი, სადაა ჩვენი სიმშვიდე, ანუ ამას კარგავთ ყველაზე მთავარს, ასე მგონია მე. ვარ მართალი სადღაც. იდეაში კი, ხო, აი ძალიან სწორი მიდგომაა ნანიკო, დროსთან დაკავშირებით, რომელიც სულ ჩვენი პრობლემაა, ხო? გარდა იმის, რომ სულ გვინდა რომ ეს დრო მაქსიმალურად შეზღუდული გვაქვს ყველას და გამოვიყენოთ, რაც შეიძლება ეფექტიანად ამ ჩვენი, ასე ვთქვათ, მოკლე წუთისოფლის განმავლობაში ადამიანის ხედვა მაინც აქედან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, ასწრაფდა ამავე დროს. ანუ მედალს აქაც ორი მხარე აქვს და ამ ასწრაფებულ დროში, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული ავტომატიზაცია ჩვენ და ეხლა წარმოიდგინეთ სოციალური არსებები ვართ მაინც ადამიანი, ხო სულ სხვა ეხლა თქვენთან საუბარი და ალბათ სულ სხვა, ასე ვთქვათ, საუბარი რაღაც ავტომატურ სისტემასთან, მექანიზმთან, რომელიც აბა ხო თქვა მეგობრებს აგინასწრებს. აი, ამაზე შეიძლება მოგცეს პასუხად. სოციალური არსებები, ეს უკვე მოძველებული ვერსიაა, ეს იყო პროგრამა, რომელთაც ჩვენ გავგზარდეს. შენ არ ახარ სოციალური არსება, შენ შეგიძლია მარტომ გააკეთო ყველაფერი. ჩემი აზრით მივდივართ იქითკენ, რომ განაყოფიერებაც მოხდება სახლში, რაღაცა კონკრეტული ანეკდოტები რო იყო, თითის მიდებითო, ვრალდებითო. იმას მისამება რო ეგონა და თუნდაც არამე რო ყოფილა. აი ეგადა. ალბათ ესეც იქნება. არის საშიშროება. რა თქმა უნდა არის ეს ყველაფერი. შემთხვევით ხო არიგებდნენ თუნდაც აწლეულების წინ იმ ფილმებს, მაგაც ამ თემატიკებზე, რომ იქ ვიღაც ცხოვრება არსებობს, იქ ვიღაცები არიან.
მაგას შემთხვევით არ იღებდნენ, მაგას ხო იღებდნენ, მაშინაც ხონდა თავში რაღაცეები, ხო და ეს ნელ-ნელა რაღაცეები ხდება. სრულდება. ჩანს ადამიანს რისი სურვილიც აქვს, ის ნამდვილად ხდება. ხო, ჩვენ ბავშვობაში თუ მფრინავ ხალიჩაძე ზღაპარს ვკითხულობდით და მე თვითმფრინავი ჩვეულებრივი ასე თქვა სატრანსპორტო საშუალება გახდა, ალბათ ესეა რა ადამიანს რაც ძალიან უნდა იმას მე აღწევს და იმას აკეთებს. ალბათ კაცობრიობის განვითარებაც არ თუმცა ლეონარდო და ვინჩის ჯერ კიდე როდის უნდოდა რაღაცეები და მე როდის დაიწყეს ისედაც, მაგრამ პირველად ვიდეო კოლით რო დომირეკეს შოქში ჩავარდი, რო დავინახე ზღვაზე ვიყავი სადღაც და მეთქი ეს რა არის კოჩები. აი, გადავირიე, მართლა გეუბნები და ისე გამიხარდა რომ როგორ დავაყენოთ და რაღაცეები და ნუ ეხლა როგორ არის ხა მე მაინც ვთვლი რომ შენებაზეა დამოკიდებული. დააყენებ, გინდა არ დააყენებ, გინდა ესე იცხოვ, მაგრამ მაინც მოგიწევს რა. ვიღაცა გეტყვის რომ ვიდეო კოლი მინდა შენთან ჩავნიშნო და რა. ხო, არ არსებობს, არა, მაგას არ გეუბნები. კონკრეტულ ChatGPT-ზე ვსაუბრობ, თქვა ამ ხელოვნური ინტელექტზე ამ შემთხვევაში. აი რაღაცა საფრთხეები, რისკები რა შეიძლება ახდეს. მოდი ამაზეც ვილაპარაკოთ, რომ ძალიან არ გამომივიდეს. ერთადერთი ესე იგი, რაც აი ძალიან ესე ვთქვათ, ჩემი გამოცდილებიდან გაგიზიაროთ. ხო, მაგალითად უკვე რამდენიმე ლექცია დავგეგმეთ ChatGPT-ს გამოყენებით. ხო, აი, მაქვს ეს თემა. რას მირჩევ, რა кейსები შეიძლება განვიხილო ამასთან დაკავშირებით და მაძლევს ძალიან საინტერესო და ბევრი იდეას. რაზეც შეიძლება მე ვიფიქრო, გულშემდე ჩემს მეგობრებთან მექნება ესეთი ჩემი მოგზალებული რჩევა, ხო? გეგმავთ ხო ამ გადაცემას ერთად ჯდებით და საუბრობ და არ ვიცი, შეიძლება გატესტილიც გაქვთ, მაგრამ ChatGPT-ს რაღაცა თემები დააგეგმინეთ, მაინც და ნახეთ ესე იგი, რამდენად ასე თქვა აქ რო დააგეგმ გადაიწება ის დამიჯერე, აქ არის შეიძლება. კი, გავაკეთოთ, კი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, აი სულ ყველაფერი რომ ბოლომდე მიანდო ამ ეტაპზე, ალბათ არ გამოვა და ბოლომდე ნდობა არ გამოვა ხელოვნური ინტელექტის, მით უმეტეს უფასო ვერსიის. ესეთი რაღაცაც სჭირს რა, რაღაცა თუ არ იცის, აი პატარა ბავშვმა რო იცის რაღაც ფანტაზიებს რომ მოიგონებს. შეიძლება მოიგონეს და სისულელი გებოდიალებს ხო? აი გებოდიალება რა, აი პატარა ბავშვი აგიატა შეიძლება ჩაითვალოს ChatGPT-ით რომ ძალიან მაგარი რაღაც დააყენეს. ობიექტურად აი ეს კანონი მიიღეს ამერიკაში როგორც ვიცი. აი ხა ჩვენთანაც ძალიან დიდი ცდუნება რა, სტუდენტები ყველა ყოფილვართ, მეც მათ შორის. ეხლა რო ვიცი რომ 30 წამში შეიძლება დავწერო დავალება, ხო? მაგაზე ახლა ბიბლიოთეკაში არ წავალ, არ გავიყინები და ჩვენი ეპოქა გამახსენდა რა ბიბლიოთეკაში რო ვიყინებოდით ხოლმე. ხო და რაღაცა და დავწერე რა, ალბათ მეც, მაგრამ მე მინდა აქვე ურჩიო სტუდენტებს რა. აი ეს არ უნდა გააკეთონ არც ერთ შემთხვევაში. გამოიყენონ როგორ გავაკეთო ეს, რა რესურსები მოვიძიო ამასთან დაკავშირებით და თვითონ უნდა შექმნა, იმიტომ რომ იმას ეტყო. აი ზაზა, მაგრამ ცუნება არის ძალიან დიდი. ცუნება და პლაგიატის პროგრამები ხედავს რაღაცა, როგორც პლაგიატს აღიქოს, მაგრამ შეიძლება ერთს დაინახოს. მაგრამ ზაზა, რაღაცებს შეიძლება ამოიღო რა. იცი რას აკეთებს კიდე? გახუმანურებას აკეთებს ტექსტისას. ეხლა ძალიან ცუდრამის ვამბობ საჯაროდ, მაგრამ მე მაგას ვამბობ პირველი წუთი და რაც ამ თემაზე ვაპარაკო. გახუმანურებასაც აკეთებს. ანუ ეტყვი რომ დამიწერე ისე როგორც ადამიანი ამას დაწერა. კი. დამიწერე როგორც ამას დონალდ ტრამპი იტყოდა. და ზუსტად იმ ტექსტით გადმოსცემს, იმ ემოციით, იმას ხო თავისი სტილი აქვს, მე იმიტომ გამოვკვეთე, ისე ილაპარაკებს. კაი და ისევ ეგზისტენციალურ კითხვას მე აქ ძალიან დიდ საშიშროებას პირადად მივხედავ და რაში 10 მილიარდი თუ რამდენი ვართ უკვე აღარ ვიცი პლანეტაზე, უმუშევრობა ყველგან არის და ყველას გვინდა რომ კარგი სამუშაო ადგილი ქონდეს. პირობითად ვამბობ, ChatGPT რომელიც ახლა ჯერ ჩვენ კიდე არჩევანის წინაშე ვართ, წავიდე ბიბლიოთეკაში თუ თქვათ ChatGPT თუ იმუშავა მოვალ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ აღარ დაგჭირდება ბიბლიოთეკები, რაც მე არ მომწონს. ხელნაწერი წიგნი აღარ იქნება, ფურცელი გაქრება. ანუ გაქრება ის ყოფითი რაღაცები, რომელიც სოციალურ არსებას ჩვენ გვქნიდა ისეც, როგორებით ვართ. ეს არ არის საშიშროება, არ მოხდება ეს. ნანიკო, მე ვფიქრობ, ალბათ მოხდება და ეს ყველამ ვიცით რომ მოხდება, მაგრამ ალბათ აქ სიკეთე ერთია, რომ ეს სწრაფად ვერ მოხდება ეს რა, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ვერ მოვესწრებით? ფერა, ეგ ვიქრა ლამაზად. სუდრამეს ნო, როგორი სიტუაციაა, დღეს შეგიძლია იგივე შენ ახლა ფურცლის ნაცვლად პლანშეტი გეჭიროს, ხო? ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ეგ მაშინ. ეგ მოგწონს და მაგას აკეთებ. ხო, ბიბლიოთეკაც კლასიკური გაგებით ბიბლიოთეკები ელექტრონულებია, აღარ ელექტრონულია. წიგნი სახში თუ გექნება. სხვადასხვა ჟენევაში, როდესაც განვითარდა ტექნოლოგიები და ვთქვათ პოსტის მნიშვნელობამ რაღაცა დაკარგა არსებობის უფლება, სახელმწიფომ მოიგონა და რაღაცა დამატებითი სამუშაო მისცა ამ ხალხს, იმიტომ რომ მათ შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილი, იმიტომ კი არა რომ შიმშილით არ გამწყდარიყვნენ, იმიტომ რომ მათ თავი ეკძნოთ მნიშვნელოვნად თავის სოციუმში. ანუ ყველას გვჭირდება რეალიზაცია, ხო? კი. მე თუ თავი და აი ვიცი რომ ზაზა კარგი პირობითად პროექტების, არ ვიცი, მენეჯერია.
მაგრამ ვიცი რომ ზაზა ღირს $100 პირობითად ვამბობ. ვიცი რომ მაგ ChatGPT რომელიც ამას გამიკეთებს თვეში 13 ლარად. ებიჯო მე მიჩვენია ზაზას დაველაპარაკო და ვიცე ისა დავაყენებინო $1-20 დავაყენებინო რა. არა. თვითონ ზაზას დაურეკე შეთანხმი შეხვედრაზე. ამზედმა აპლიკაციამ და პროგრამამ მისი სიკეთე ვერ წარადგინა და აგერ ადამიანმა ყველა სიკეთე გვითხრა რომ როგორ უნდა დავზოგო დრო. როგორ შეგიცნო როგორ უნდა გამოვიყენო და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ვერ შეგვიძლია. ხო, მაგრამ როცა გეჩქარება, საქმე გაქვს, ნახე ბოლო ვიტყვი და მოვჩები. როდესაც წინ გაქვს ადამიანთან და დარეკო, მოიკითხო, კითხო დრო აქვს თუ არა, სურვილი აქვს თუ არა, შენთან თქვა შეხვედრის ან კომუნიკაციის. აი ამ ყველაფერს და ძალიან მოგწონს ეს ChatGPT. გიждები. ხო და მეგობრებს ნუ დაკარგა უკვე წამოხს და ორჯერ. არა. იმიტომ ჩემთვის ზომიერება არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ბალანსი. აი ეს ძალიან კარგი რამე. დამეწუნეთ მე ამას ისე არ გამოვიყენებ რომ დავზარალდე. ყოსტო შეზე მგონია. გინდა რომ ეგრე იყოს თორე რა. ხო მგონია თქო თქვი. ეხლა არ მოიყვანო აქ და არ გაგვაცნო მეშინია შენი რაღაცა ისა. და რო გიტყვე ჩემი ChatGPT 185 სანტიმეტრის არის. აი დაიწყო ეხლა სანტიმეტრებს ვერ გაცდა რა. 185 გახდა კაცო 14-ია. ძალიან დიდი ChatGPT მითხა რეკლამაზე, განკადით რეკლამაზეო. დიდი მადლობა. თემა ძალიან საინტერესოა, ბევრი შეიძლება ვისო, ისედაც შეგვიძლია შემოდი ერთხელ რაღაცა. არა, საინტერესო თემა მართლა, იმიტომ რომ როგორც აქ, როგორც სხვა რაღაცეებშიც ერთი აზრი ალბათ სავარაუდოდ არ არსებობს. კი, ბუნებრივია. ესია რა. ძალიან დიდი მადლობა მეორე ბლოკში დაუბრუნდებით და მადლობა ხშირად საინტერესო ველოდებით სასიამოვნო საუბრისთვის. მადლობა. თქვენისთან და მეგობრებთან ურთიერთობა მე ჯერჯერობით მირჩევნია ChatGPT-თან ურთიერთობა. ეგრე იქნება, მაგრამ ეს ნახე აქ ყველაზე შეიძლება მნიშვნელოვანი გეჯდეს ა. არა, მნიშვნელოვანი აქ იყო ჯერჯერობით. რეკლამის დროა ჩემს და დროებით, აბა დაგვეცოთ ახლა დაბრუნდებით.